Hi, დღეს მინდა რომ გაგიზიაროთ ერთი ჩემი სამუშაო დღე. მოვდივარ სამუშაოდან და როგორ ვატარებ გაკვეთილებს. დღეს მაქვს ერთი ჩემი მოსწავლესთან, რომელიც ივნისიდან ემზადება ჩემთან და ეხლა განახებთ როგორი რთული ტექსტი მოვუმზადე და მე ვნახოთ როგორ წაიკითხავს ამ ყველაფერს. მოკლედ ასე ვამზადებ ხოლმე გაკვეთილებს, ესე გამოიყურება ჩემს მიერ გაკეთებული გაკვეთილი, ჯერ თავიდან ვსწავლობთ ხოლმე ქანჯებს, ესე ვკითხულობთ ყველაფერს, ეს არის წიგნი მაქვს დასკანელებული და ამ წიგნს ვიყენებ, შემდეგ ყველაფერი ქართულად ნათარგმნი, აქეთური, იქითური, ქანჯებზე ისეთი სავარჯიშოები გვაქვს, რომელსაც მე მოსწავლე თვითონ იმაშუა ხოლმე ქვია, მეუბნევარ რას ნიშნავს, სიტყვები რა თქმა უნდა და ურთულესი ტექსტი, რომელსაც აი აქ თუ დააკვირდებით, ზოგ რთულ ქანჯს, აქ კი უწერია ახალ სიტყვებს, ახალ ქანჯებს, ესე ფურიგანა ქვია ამას, როგორც იკითხება, მაგრამ აი ესეთ ძველ ნასწავლ ქანჯებს არ უწერია საერთოდ ისინი რა ქვია. ფურიგანა როგორც უნდა წაიკითხო და ეხლა Teams-ში ველოდები, რომ შემოვიდეს და დავიწყოთ. 会社は町の東の方にあり、会社のビルはとても高くて、東西どちらから見てもすぐにわかる建物です。한국의 컴퍼니야 ქალაქის ქალაქის აღმოსავლეთ ჰითით არის. კომპანიის building ეს შენობა ძალიან მაღალია. ამიტომ თოზაი ეს ქანჯი რას ნიშნავს? აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან დოჩირა გარამიტემო, ანუ საიდანაც არ უნდა შეხედო, სუგუნი ვაკარო თატემონოდეს. სუგუნი იმ წუთასვე მიხვდები. ანუ ისეთი დიდი შენობაა. ექინდა ქიოვა მინამიგუჩი კარა ოჰაირი კუდასაი. ტოიდა ნოდე მარია ვა სკოლში თომავაი ო შიტე მინამიგუჩიე მუკაიმაშტა. აჰა. აჰა, ჩემო სათუთებო და ლამაზებო, ასე ჩამთავრდა ჩემი გაკვეთილი, დღეს ერთი გაკვეთილი მქონდა და ზოგადად ესეთი სტილის გაკვეთილებია ხოლმე. ხშირად მეკითხებიან, რომ მარტო შენ ატარებ გაკვეთილებს თუ შენ უბრალოდ რაღაც ბავშვებს იღებ და ასე შემდეგ. მე ვატარებ გაკვეთილებს, მე თვითონ ვადგენ გაკვეთილებს, მე თვითონ უშუალოდ ვურთიერთობ ბავშვებთან. რაც ის არის, რა ქვია, მე მგონი ძალიან საინტერესოა და ყოველთვის ესე მიმდინარეობს ხოლმე ჩვენი გაკვეთილები. 1 საათის განმავლობაში 1 საათი გვაქვს ხოლმე აუცილებლად გაკვეთილი და ხშირ შემთხვევაში ხოლმე მე ვწდებით, იმიტომ რომ ზოგჯერ ვეჭორავი ხოლმე იაპონურად, რომ მინდა რომ ეს საუბრის პრაქტიკაც გქონდეთ. თუ თქვენც ხართ დაინტერესებული იაპონური ენით, გინდათ იაპონური ენის სწავლა, ან რაღაცა, აჰა. აი, ესეთი სტილის გაკვეთილი მიდის. ეს კონკრეტულად ეს ბავშვი, როგორც დასაწყისში გითხარით, არის ჩემთან ივნისიდან. ანუ დაახლოებით 5 თვეში, ცოტა გქონდა რაღაცა ბეისი, იმიტომ რომ უყურებდა იმას, ანიმეები მიყვარსო და ანიმეებს უყურებდა და ანიმეებიდან იცოდა რაღაცეები, მაგრამ ნულიდან დავიწყეთ ჰირაგანა, კატაკანა, რა თქმა უნდა, ქანჯები და რა თქმა უნდა, აი ეს
რთული ტექსტების კითხვა, ასე კარგად დაიწყო იქიდან, აი ერთად რომ დავიწყეთ ვარჯიში სწავლა და ასე შემდეგ. თან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოწადინებას თვითონ, რამდენ დროს უთმობს ბავშვი და როგორ უნდა სწავლა. ეს მარტო ის არ არის, რომ რა კარგია იაპონურად დავიწყებ ლაპარაკს. დაიწყებ იაპონურ ენაზე საუბარს, ოღონდ შეიძლება დაგჭირდეს ძალიან დიდი დრო. ხო და თუ გაინტერესებთ იაპონური ენით, თუ ხართ დაინტერესებული, რომ მეც მინდა ვილაპარაკო და ასე შემდეგ, რამენაირად მითხარით. და მე ძალიან დიდი სიხარულით მიგიღებთ ყველას. ხო. всё. ესე მორჩა ჩემი ეს ვიდეო, მე წავედი ცოტა პატარა სამუშაო მაქვს ისევ კომპიუტერში, ამ სამუშაოს რომ მოვჩვევ, მე დავიცინებ და ხვალ დილით მაქვს ონლაინ შეხვედრა რამოდენიმე ცალი. აბა ჰე და აბა ჰო. ბაი.